მასშტაბური ანტიკორუფციული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში ერაყის უსაფრთხოების ძალებმა რამდენიმე ადგილობრივი პოლიტიკოსი და ხელისუფლების მაღალჩინოსანი დააკავეს. ბაღდადის სახელმწიფო მედიის ცნობით, ყველა მათგანს ედავებიან განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების უკანონო გზით ლეგალიზებასა და სხვადასხვა ფინანსურ მაქინაციაში მონაწილეობას. ერაყის უსაფრთხოების სამსახურის განცხადების მიხედვით, დაკავებების საფუძველი გახდა ნავთობის ყოფილი მინისტრის ადნან ალ-ჯუმაილის ჩვენებები, რომელიც გასულ თვეში ასევე დააკავეს. სპეცოპერაციას წინ უძღვნა ბაღდადის ეგრეთ წოდებული მწვანე ზონის ყველა შესასვლელის გადაკეტვა და კომპლექსში ჩხრეკა. ერაყის დედაქალაქში განლაგებული სივრცე 10 კვადრატული კილომეტრის ფართობისაა და წარმოადგენს დაცულ სამთავრობო რაიონს, რომელიც მოიცავს ქვეყნის მთავარ ინსტიტუტებს, პარლამენტს, მაღალჩინოსანთა რეზიდენციებს და დიპლომატიურ მისიებს, მათ შორის შეერთებული შტატების საელჩოს. უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში, რომელიც სააგენტო Associated Press-მა მოიპოვა, ნათქვამია, რომ დაკავებულთა შორის არიან მოქმედი კანონმდებლებიც, რომელთაც სასამართლოს განაჩენების საფუძველზე საპარლამენტო იმუნიტეტი მოუხსნეს. კორუფციაში ზოგიერთი ეჭვმიტანილი ქვეყნის ექს-პრემიერ-მინისტრის მოჰამედ შია ალ-სუდანის პოლიტიკური ბლოკის წევრია. ეს კამპანია მხოლოდ დასაწყისია. კორუფციის საკითხი არ ამოწურულა და ვაგრძელებთ მის წინააღმდეგ ბრძოლას. ყველა ვინც აიღოს სახელმწიფოს სახსრები, უნდა დაუბრუნოს მათ მფლობელებს. ხალხის ფული ხალხს უნდა დაუბრუნდეს. თანამდებობაზე ვარ მოქალაქის მანდატით, რომელსაც თავის ქვეყანაში იმედის სხივი სურს. მე პასუხისმგებელი ვარ ხალხზე, მათ სიცოცხლესა და ინტერესებზე. რაიმე შეცდომაზე დუმილს ვერ შევინარჩუნებ. ერაყელი ხალხის ინტერესებისადმი მობიერი ვერ ვიქნები. ვიმედოვნებ რომელიმე ზედამხედველობის ორგანო მაცნობებს სამთავრობის რომელიმე მინისტრის შესახებ, რომის დადასტურებულადაა დაკავშირებული კორუფციასთან და მაშინ მე ნახავენ ჩემს პოზიციას, ნახავენ რა მოხდება. მას 1 საათითაც არ დავტოვებ თანამდებობაზე. მთავრობაში არც ერთ კორუმპირებულ ადამიანს არ აქვს იმუნიტეტი. გასული წლის ნოემბერში გამართული საპარლამენტო არჩევნების მიხედვით, ალ-სუდანის პოლიტიკურმა გაერთიანებამ ყველაზე მეტი მანდატი მიიღო, თუმცა ჩიხში შესული ვითარების გამო მალევე მოუწია გადადგომა. მიზეზი გახდა ირანის მოკავშირე შიიტურ კოალიციაში არსებული უთანხმოება, რომელიც ძირითადად ეხებოდა პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას. საბოლოოდ ერაყის მთავრობის მეთაურის პოსტი ბიზნესმენმა და პოლიტიკურ ველზე ახლად გამოჩენილმა ალი ალ-ზაიდმა დაიკავა, რომელმაც შეერთებული შტატების მხარდაჭერა მოიპოვა. სავარაუდოა, რომ მასშტაბური დაკავებები სერიოზულ გავლენას იქონებს ერაყის ისედაც მძიმე შიდა პოლიტიკურ მდგომარეობაზე, რადგან როგორც წესი კორუფციული ბრალდებები ხშირად იწვევს ბრძოლას გავლენებისა და ძალაუფლების მოსაპოვებლად.